ისევ შაური. დილის 8 საათია. შემოვედით, ბიჭები გაიშალნენ, შიგნით შევიდნენ. ბომბორა ქორჩილებს ეძებენ. პარალელურად ოპა ქორჩილა თუ იქნება უარს არ ვიტყვი, მაგრამ მიზანმიმართულად მაინტერესებს წერი. აი ესეთი ვიბი, რატლინები, კლადიდი არა, ესეც 75-მეტიანი მგონი, მაგრამ ამაზე ერთი ცალი მაქვს, ცოტა მოზრდილი და ცოტა ძლიერი ჯოხია. 0.24 მონუძუა, მგონი ეყოფა. საკურჩილოდ კიდე ესეთი ჯოხები მაქვს, ეს ფიშინგ როის მარტივი და ეს ახალი ლაკი ჯონის კოჭა და ეს ჯოხი ძალიან სიმპათიური, კაი საკურჩილე კომპლექტია. ამაზე ბალანსირები, ამაზე ვიბი. აი. აურეკეთ. ციგა აუცილებლად თოვლში. თოვლის სხვათა შორის. აი, მომატებულია წინა გამოსვლასთან შედარებით. და ციგა ძალიან მოხერხებულია რა მოცურავს. თოვლზე ტვირთის თრევა არ გიწევს. ფანარი კიდევ დავკარგე. სიარული არ არის მარტივი. ყველა თოვლია. დიდი თოვლი. წერის ზებნაში ესეთი მოთხოვარი. აი რა. წოდით აი გამონები. ეს ნახე. უშე. გაბაგაბაღია. ზრიარა აკაჩერებას, იმიტომ რომ ერთერსი წერი იყოს ამით. იმას გაყრიდა. ქორჩილას გას, მოწყილი. ესეთი არა. წერის ზებნაში ქორჩილები მიჩმოხებენ. ფლორატლინი 90-იანი. კარგია. Раскачивай. Бомбора. Бомбора курчи. Кари бомбора. Რავი საგესის ღერვა. ანგესია 50 სანტიმეტრი. ეს 54-იანი იქნება მოჭმე. არ გადაუპაკუნა. დღეს თევზი არ მინდა.
რა შეწრო. გამიქცა? არა. ენაგი ისერიკ. ენაგი და შეწრო ეს გაიწერ. აგური მით. კაკვი, აგურს დავაქვი კაკვი. Опа, качался. ყოფილა ძალიან დიდი, მაგრამ რაღაცნაირად უშნოთ იყო. ოდი პატარა. ცოტა რაც არის. შევაყოლოთ კარანტინში. აი აქტიურად აიღო, შეიძლება კიდევ იყოს. მოკლედ. კაი. კარავანი ვერ იპოვე. თითოцалია რა. Sim, passivi aqui. Vou ter que ficar de gás. Vou ter que ir cá. Depois de um bem, né? Vamos ver isso. Davulnet sevitik ne bana şöyle. Samitsali zorbam. Pikro basri isemiyor. Video იკაწრებია. ჩაიტია. თოვლი რა ხელა თოვლი. ნუ ამის მუხლებამდე, მაგრამ არა ადვილისი არული. აი ამ სიტუაციაში ეს ციგა ძალიან კაი ვარიანტია. აცურავს, არიფლობა. ეს ტვირთი ზურგით რო ატარო ძალიან გაგიჭირდება. არის ხო წარწყმები? შეიძლება დიდი თევზი იყოს და ეთამაშება. მიდი გააბრაზე. სკერზე დაუკაკუნე, ტვერი აწიე, მიდი სკერზე. მაგაზე მაგრა გიждდება. როგორია, შავლიკ? გადაყლაპა? ვა, ოპა. ბრავო. რამდენი იქნება რომა? 40 სანტიმეტრებში გეტყვი, ეგ არის 42 სანტიმეტრი. კიდე გავზუმოთ. წონა არ ვიცი, წონა მე არ მაინტერესებს. მე პლუს მინუს 1 სანტიმეტრს მაქვს. ოდი აბა ვნახოთ. აწიე ნიკაპით. 42 ხო ვთქვი. 42 ხო ვთქვი ჩემო ძმა. 53 იქნება. ნახოთ. 42, 43-ია. 3. აი. ერთი გამაზა მართლა რა. ხო, ნუ 1 სანტიმეტრი მაპატიეთ. მე 3 ადგილზე ვარ. კალიბრაცია გინდა რა. ოჩახ. კალიბრაცია ეგ არის. გასწორდი. მაგარია. ეგრევე აიღო ხო, შავლეკ? ეგრევე. თუ არის იღებს რა. კი, ზაცეპია. ეგ არის ზაცეპი რო გონია და მე ზაცეპი მოძრაობას იწყებს. აბა რა. გათოვდა, მაგრამ რა გათოვდა. ახლა ფიფქებია. რავი თუ ჩანს. პატარა წაარტყა. მაგრათოს.
თოვს და ბარდნის, როგორც იტყვიან ძველი ბერძნები. სითეთრე და ჩვენი ინულისმები. დღე მეორე თელი ღამე თოვდა ჩვენი გაყვალული უშინდელი ბილიკი ფაქტიურად ამოვსებულია. ნუ ამოვსებული არა, მაგრამ აგარ თავს ართული იქნება სიარული ყინულზე, მაგრამ უნდა შევწყვეტ. დიარა მეთქი კარგია მაგრამ მაინც ნიშანი არის უკვე ოპა გვინდა ჩვენ ბიჭებაც რომ დაამუღავეს გვიშინ ოპა ყველამ დაამუღა ეგრევე ჯანო ჩაუშვი თუ არა ეგრევე აიღო მოდი ერზე არ ვიყავი ჩასული აიღო კარგი ზომა ჩანს გვერდზე არა ძალიან დიდი მაგრამ ძალიან დიდი მაგრამ არა მაგრამ წეღან რო ვიყო იმაზე დიდია ჯანომ ოპა დასვა კლად არა არა ხარბათ აიღო ხედავ კარგად აიღო კარგია მიდი მან დიქნება მაგის დეიდა აუ თევზი კი არა ჩვენ ვიფლობით იმ ხელათოვლია აი რა მუხლამდედებს რა ძალიან რთული პირობებია ექსტრემალური მაგრამ რას არიზავ დიდი თევზის გამო აბა აქ ეხა შემდეგზე როდის ჩამოვალთ რაც მარიცის Айзума. Опа. Чёрт. И потерял. О, хочу, а тут цария, бичо. ოპა ანაღდი ოპა მასახათაშერი ძალიან აზად აიღო აი ოდნავა აქ რა წაეთამაშა ჩარტყმა საკაიფო ჩარტყმა ვაშკაცური
რომ შემოძალო არის ასამთრო Bravo. Balansiri? Lucky Johnny tu fishing roi. Fishing roi tu Lucky Johnny. Lucky Johnny. Lucky, კარგია. საზამთრო. ოჩარჯანის. ხო ბიჭო, რაღაც ცოტა გაპასიურ დასავით. შეიძლება ამინდი რო იცვლება. ცირეოდენი აღჭურვილობაზე და დასაცმელზე. ნუ ჩანს რომ ჭყაპია ქვეშ, ეს კიდე კაია, ზოგან ძალიან სველია. ამიტომ ფოტები, ეხლა ეს მაღალი არ ჩანს, შარვალი მაქვს ზემოდან გადაშვებული. სხვათა შორის ზემოდან გადაშვება ძალიან კარგია შარვლის, იმიტომ რომ თოვლი მაღალია და შეიძლება ზემოდან ჩაგეყაროს თოვლი რა და მე თავისთავად გისველდება ფეხი. ფეხსაცმელი ევა მასალისგან არის, რეზინა არა. რეზინა, ნუ შეიძლება, მაგრამ ცივია ძალიან. საკმაოდ ცივია. ბიჭები იყვნენ გორტექსის ბატინკებით გუშინ და ძალიან მალე დასრულდნენ. ეგრევე შეიწოვა. ეგრევე რა, ნუ შუა დღემდე. შუა დღესკენ უკვე ფეხები სველი ქონდათ. როცა მშრალი ყინულია, ოკეი, მაგრამ ესეთ ყინულში ფოტები. სუპაში პრელოპი დავჭირე. ნუ რავი, თუკ-თუკი და შარვალი და მსგავსი რაღაცეები. ყველას ინდივიდუალური აქვს, რა თქმა უნდა. თუმცა წყალგამომტარი ძალიან კარგია, როცა სველი თოვლი მოდის, მაგრა გიცავს რა, აი ძალიან მაგარი არ გასველებს. თუ მეტეს თუ 2 დღით ხარ, 3 დღით ხარ, შეიძლება ერთი თევზაობა გაუძლოს რაღაცა დასაცმელმა და საღამომდე არ დასველდეს, ნუ საღამოსკენ დასველდეს, მაგრამ მეორე დღეს ძალიან სველის გაშრობა ერთ ღამეში რთულია. ხო, ნუ დასაცმელი ინდივიდუალურია მოკლედ. ბოტები თქვი, ციგა არის რაღაც სასწაული, ძალიან მაგარი. როცა შორი მანძილები გაქვს სამოძრაო, ზურჩანთის ზურგით ტარება, აი რაღაც დისკომფორტია, ძალიან. ნუ რაღაც ყუთი შეიძლება, რაღაც გადაკიდული ყუთიც კი, ოკეი. მაგრამ ციგა არის სუპერი. მის რეალებს მინდის ხოშიანად. თევზის წაღება თუ გინდა, თევზს ჩადეთ ციგაში წაიღეთ. ბურღი რა თქმა უნდა, ბურღის გარეშე. ბურღის გარეშე წარმოუდგენელია. მალე მოგბეზდება ცულით და რაღაცით. ძალიან რთულია, ძალიან. 130-იანი ბურღი მაქვს. კილონახევრიანი ხობჩი და ეტევა ჩვეულებრივ. ანკესი Lucky Johnny ძალიან მომეწონა. მოდელი Travel Hard 50. იკეცება. მარტივესი ევასტარი ლამაზი ხოშიანი თავისი კოჭით. ძალიან კარგი კომპლექტია. ნუ კოჭას ცოტა ისეთი ფრიქციონი აქვს და რეგულირება უნდა, თუმცა დაამოღამებს ძალიან კარგია. 0.24 მონოწუა. ფლურო ჯობია. ჯობს ფლურო, მაგრამ ნუ მონოც მუშაობს ჯობია. სატყუარები, ბალანსირები. და ესე დაიჭერე სატყუარები. ბალანსირები, პატარა ვიბები, ყანყალები. ესეთი ზომები და უფრო დიდები. ზარტყა. ესეთი ფერიც კარგად მუშაობდა და ესეთი ცისფერი ზურგიც კარგად მუშაობდა.
ნატურალურიც და ყვირალაც რა, ქორჩილის იმიტაციაც კარგია. ვითომ წერი მინდოდა უზდიე წერს, მაგრამ წერის დაჭერა არ გამომივიდა. მიზან მიმართულად წერი ვერ დავიჭირე, მეგობარმა დაიჭირა გუშინ 1 კილონახევრიანი და ბიჭებს გაექცათ ძალიან კაი ზომა. სავარაუდოდ რა, ძალიან დიდი ალბათობით კარგი წერი გაუქმდა. ნუ ფოლადისსა დავითითევ ზავდით თითქმის ყველა და ცოტა პასიურობდა გუშინ. ფოლადის სადავები მოხსნეს ბიჭებმა. ოპა, ჯანამ დრონი გაუშვა. ნუ ფოლადის მოხსნამ ქორჭილაზე დადებითად იმოქმედა, უფრო თამამად იღებდა ქორჭილა. გუშინ ესე იყო ყოველ შემთხვევაში, ხან არის არ აქცევს ყველაფერს. მაგრამ წერის კბილებს ბალანსირი ვერ გადაურჩა და გაიქცა. აგიცი, რავი. სიტყვებით რთულია ამ სილამაზის ამ საოცრება ადგილის ასე გადმოცემა. ხედავთ ყველაფერს. ლამაზის შაური, თებში ჩაძირული სიკეთრე. ორი დღე თოვდა, გაუჩერებლად, სასწაულად თოვდა. ძალიან რთულია, ძალიან რთული სათევზაო პირობები არის. ჯერ ამ თოვზე გადაადგილება. თევზის ძებნა. რთულია მართლა, მაგრამ რავი, ღირს ესეთი თევზისთვის, ესეთი ზომებისთვის ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვიღირს და აიტომ დავდივართ. ყინული აქ ჭყაპიჩას მაგრამ ხო შეაქვს ყინული და კარგი ყინულია. ჯერჯერობით არ ვიცი სანამ იქნება. ეხა დღეს არის 25 იანვარი. ცოტა ყინულები, ცოტა მინუსები თუ არ მიეშველა, შეიძლება ამ თოვლმა გააჭყაპოს და გაადნოს, მაგრამ არ ვიცი, ჯერჯერობით ესეა. ემოციებისგან და ენერგიისგან და დაცლილი და აღლილი გავგაზარდები ისისკენ. კარგი ყინული ყველას, კარგი თევზაობები ყველას. იარეთ ფრთხილად, გაუფრთხილეთ ჩამთელობას. ამოდროებით.